იყო 1990 წლის გაზაფხული, როცა ანა მარკოვიჩმა პირველად იგრძნო, რომ ბედნიერება არ არის უბრალოდ სიტყვა. ის ცხოვრობდა სპლიტის მახლობლად, პატარა სოფელ კასტელსტარიში, სადაც ყველა მიცოდა ყველას სახელი და ოჯახური ისტორიები თაობებს უკან ვრცელდებოდა. ანას 25 წელი ჰქონდა, მუშაობდა ადგილობრივ საფოსტო განყოფილებაში და ცხოვრობდა მშობლებთან ერთად ზღვის პირას მდებარე ძველ სახლში, სადაც ყოველი დილა იწყებოდა თევზის სუნით და თოლიების ხმებით. მარკო ივიჩი 29 წლის იყო, ელექტრიკოსი, რომელიც ზაგრებიდან დაბრუნდა 3 წელიწად უკან, როცა მამა ავად გახდა და ოჯახური ბიზნესი მოითხოვდა მის ხელს. ის ცხოვრობდა ერთი ოთახიანი ბინაში ძველი პორტის ახლოს, მარტო, მაგრამ არასოდეს განმარტოებულად. პირველად შეხვდნენ ადგილობრივ ეკლესიის წინ, საშობაო წირვაზე, ცივი დეკემბრის საღამოს. ანა ატარებდა მუქი ლურჯი ქურთუქს და თმები შეუკრავდა ზურგზე უბრალო ფურცლით. მარკომ შესთავაზა თავისი შარფი, რადგან ქალი ძლიერ შემოშავებული ჩანდა. ის თავაზიანად უარყო, მაგრამ გაიღიმა და ეს ღიმილი იყო საკმარისი. დაიწყეს ერთმანეთის ხედვა უბრალოდ, ყოფითი შეხვედრებით პორტთან ან საღამოს სანაპიროზე სეირნობებისას. მარკო საუბრობდა წყნარად, ფრთხილად, თითქოს ეშინოდა შეცდომის დაშვებისა. ანა უსმენდა, იშვიათად პასუხობდა მოკლე წინადადებებით, მაგრამ თვალები ელაპარაკებოდა. 10 თვის შემდეგ 1990 წლის ოქტომბერში მარკომ ოფიციალურად სთხოვა ანას მშობლებს ნება საქორწინოდ. მამამ, ძველი ხელოსანი, რომელიც ხიდებს აშენებდა ხელით, დიდხანს შეისწავლა ახალგაზრდა. შემდეგ თქვა მხოლოდ ერთი წინადადება, თუ გაუფრთხილდები, კარგი იქნება. დედამ, უფრო ჩუმი ქალი, რომელსაც სახეზე ტკივილის რაღაც მუდმივი ნაკვალევი ედო, მხოლოდ თავი დაუქნია. დანიშნეს ნოემბრის 9, სუბოთა დღეს. ვერაფერი საგანგებო არ იგეგმებოდა, უბრალოდ ოჯახები, ახლო მეგობრები, მარტივი მიღება ანას მშობლების სახლში. მარკოს დედას, ქვრივს, რომელიც ცხოვრობდა ზაგრებში, შვილმა დარწმუნა ჩამოსვლაში. ის არ მოინდომებდა ადრე, ყოველთვის ამბობდა, რომ ქალაქი აღარ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ბოლოს დათანხმდა. ნოემბრის 4 დღით ადრე, სანამ დანიშნული დღე მოდიოდა, მარკო წავიდა ზაგრებში დედისთვის ჩასაყვანად. უთხრა ანას, რომ დაბრუნდებოდა მომდევნო საღამოს, რომ ყველაფერი მზად იყო, რომ მშვიდად იყო. ანა მზე დარჩა. მშობლებს ეხმარებოდა სახლის მოწესრიგებაში, უსმენდა დედის წუწუნს იმაზე, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად ხორციელდებოდა, რომ უფრო დიდი ზეიმი იქნებოდა მართებული. მაგრამ ანა მიცოდა, რომ მარკოს და მას არ ეკუთვნოდათ დიდი ზეიმები. ეკუთვნოდათ წყნარი დილები და გრძელი საღამოები. ეს საკმარისი იყო. ნოემბრის 6 საღამოს მარკო არ დაბრუნდა. ანამ დარეკა მის ბინაში, არავინ პასუხობდა. დარეკა კვლავ და კვლავ ღამის 12-მდე. მშობლები უთხრეს, რომ შეიძლებოდა დაგვიანებულიყო გზაში, შეიძლებოდა დედა ვერ იყოს მზად მოგზაურობისთვის. დარწმუნებულნი ჟღერდნენ, მაგრამ სახეები შეშფოთებულნი იყვნენ. ანა დაცვა თავის ოთახში უცქერა ჭერს, მოისმინა ზღვა და იცოდა, რომ რაღაც არასწორი იყო. არა შიშისთვის, არამედ უბრალოდ იცოდა. მეორე დღეს, ნოემბრის 7-ს, ანამ დარეკა მარკოს დედას ზაგრებში. ნომერი მან მიიღო ერთხელ მარკოსგან, რომელიც ამბობდა, რომ გადაუდებელი შემთხვევისთვის უნდა ექნა. ქალმა პასუხი გასცა გრძელი დაყოვნების შემდეგ. ხმა დაღლილად, უცხოდ ჟღერდა. ანამ კითხვა მარკოზე. დედამ თქვა, რომ შვილი არ ყოფილა მასთან ბოლო 3 დღის განმავლობაში. არ მოსულა. არც დარეკა. არც შეუტყობინებია. ანამ განმეორებით კითხვა ფრთხილად, რადგან ვერჯეროვნად ესმოდა ის, რაც გაიგონა. დედამ გაიმეორა იგივე სიტყვები, შემდეგ ჩუმად დაასრულა ზარი. ანამ დაუკავშირდა პოლიციას კასტელსტარიში. მცირე სადგურში, სადაც მხოლოდ 2 ოფიცერი მუშაობდა, მიიღეს მისი ჩივანი ზრდილობიანად, მაგრამ განმარტეს, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც უბრალოდ არ გამოჩნდა, ჯერ არ არის დაკარგული პირი. შესაძლოა აქვს თავისი მიზეზები. შესაძლოა გადაიფიქრა. შესაძლოა გზაში რამე მოხდა. უნდა ელოდნენ. ანამ თქვა, რომ მარკო არ იყო ადამიანი, რომელიც უეცრად გაქრებოდა. თქვა, რომ მათ ნიშნობა ჰქონდათ 3 დღის შემდეგ. ოფიცერმა დაწერა ყველაფერი, დაპირდა, რომ შეამოწმებდნენ და სთხოვა მშვიდად ყოფნა. 3 დღე გავიდა. ანამ დარეკა ყველა საავადმყოფოში სპლიტსა და ზაგრებს შორის. ვერსად იყო რეგისტრირებული მარკო ივიჩის სახელი. დარეკა ავტობუსის სადგურებში შეეკითხა გზამკვლევებს, ცდილობდა გაერკვია მე-6 ნოემბერს ვინ მოგზაურობდა სპლიტიდან ზაგრებში და პირიქით. არავის ახსოვდა. დარეკა მარკოს უახლოეს მეგობარს, მათე ბაბიჩს, რომელიც მუშაობდა ბანკში ზაგრებში.
მათემ თქვა, რომ მარკოს არ უნახავს 2 წლის განმავლობაში. ბოლოს ერთად ისაუბრეს ზაფხულში, მოკლედ, ტელეფონით. მარკო ხმამ მშვიდად ჟღერდა, არაფერი უცნაური. თქვა, რომ ვალდებულიყო ერთიანად ხარობდა საქმრო. მათემ კითხვა, რატომ არავინ აღარ ლაპარაკობდა მასთან. მარკომ თქვა, რომ დატვირთული იყო, რომ მალე შეხვდებოდნენ. არასოდეს შეხვდნენ. ანა არ შეძლო საკუთარ თავს ნოემბრის 9, დანიშნული ნიშნობის დღე გავლებოდა. დილით ადგა, ჩაიცვა თეთრი კაბა, რომელიც შეეძინა მარკოსთვის. დაჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და თავი ხელებში ჩაიდო. დედა შემოვიდა, არაფერი თქვა, მხოლოდ ხელი მოხვია თმებზე. მამა გაჩერდა კარებში, უცქერდა ქალიშვილს, შემდეგ გავიდა. ისინი არ ელაპარაკნენ ერთმანეთს ამ ყველაფერზე. არ იცოდნენ რა ეთქვათ. დრო გადიოდა დუმილში. პოლიციამ განაგრძო საძიებო სამუშაო, მაგრამ მეტისმეტად შეზღუდულად. 1990 წელს ქვეყანა იწყებდა შეუმჩნევლად ჩამოშლას. იუგოსლავია, რომელიც თაობებს შერწყმული ჩანდა, წუხდა შიგნით. ხალხი ადვილად აღარ გადაადგილდებოდა როგორც ადრე. ზოგიერთ სივრცეში დაძაბულობა იწყებოდა. პოლიციის რესურსები უკვე იჭიმებოდა სხვა მიმართულებებით. ერთი ადამიანის გაუჩინარება, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცისა, რომელმაც ალბათ უბრალოდ გაიქცა ან გადაიფიქრა, არ იყო პრიორიტეტი. ანას უთხრეს მეტი არაფერი. უბრალოდ დაელოდა. ანამ განაგრძო ცხოვრება იმ გზით, რომლითაც შეეძლო. დადიოდა საფოსტო განყოფილებაში, რიგავდა წერილებს, ემსახურებოდა მოხუცებს, რომლებიც მოდიოდნენ პენსიებისთვის. სახლში ბრუნდებოდა, ვახშამობდა მშობლებთან, კითხულობდა წიგნებს, რომლებიც ვერ იტვირთებოდა თავში. ღამე არდებდა. ფანჯრიდან უცქერდა ზღვას და ფიქრობდა ყველა შესაძლო ახსნაზე. შეიძლებოდა მარკო დაავადდა სადმე გზაზე და დაეკარგა მეხსიერება. შეიძლებოდა რაიმე უბედური შემთხვევა მოხდა და ის მოხდა ადგილზე, სადაც ვერავინ იცნობდა. შეიძლებოდა უბრალოდ შეშინდა საქმროსა და გაიქცა სხვა ადგილას, სახელი შეიცვალა, დაიწყო ახალი ცხოვრება. ამ უკანასკნელი ვარაუდი ყველაზე მტკივნეული იყო, რადგან ნიშნავდა, რომ მარკო არჩევდა იმას, რაც არ იყო ისინი. არჩევდა დატოვებას. დედა ცდილობდა ლაპარაკს, მაგრამ სიტყვები უხერხულად გამოდიოდა. ამბობდა, რომ ჯობია ახალი წინ მიიყვანოს. ამბობდა, რომ მარკო, თუ ნამდვილად იყო კარგი, დაბრუნდებოდა ან შეატყობინებდა რაღაცას. ამბობდა, რომ ანა ახალგაზრდა, ლამაზია, ეცოდინება როგორ ცხოვროს. ანა არ პასუხობდა. იცოდა, რომ დედა ცდილობდა დახმარებას, მაგრამ სიტყვები უბრალოდ ეცემოდა გარეთ, ვერ აღწევდა იქ, სადაც ტკივილი იჯდა. მამა კი არაფერს ამბობდა. მხოლოდ უცქერდა ქალიშვილს გრძელი, მძიმე მზერებით, რომლებშიც იგრძნობოდა რაღაც გაუგებარი, მაგრამ ძლიერი. ერთხელ, როცა ანა ჯდა სანაპიროზე მარტო, მივიდა და დაჯდა გვერდით. თქვა მხოლოდ ერთი რამ, ზოგჯერ ადამიანები ქრებიან არა იმიტომ, რომ ისინი არჩევენ, არამედ იმიტომ, რომ ვერ ხედავენ სხვა გზას. ანამ კითხვა, რას ნიშნავდა ეს. მამამ არ უპასუხა, მხოლოდ ჩუმად აგერა ჰაერი და წავიდა. გავიდა დეკემბერი. შემდეგ იანვარი. ფებრუარი. ანა შეეჩვია თავისი ცხოვრებას მარკოს გარეშე, მაგრამ არასოდეს უთხრა თავის თავს, რომ დაიწყო ახალი. ყოველდღე გადიოდა პორტთან, სადაც მათ შეხვდნენ პირველად. ყოველ საღამოს უცქერდა იმ ფანჯარას, სადაც მარკოს ერთი ოთახიანი ბინა იდგა. ახალი მაცხოვრებლები გამოჩნდნენ 3 თვის შემდეგ, ახალგაზრდა წყვილი ბავშვებით. ანამ აღარ მიუახლოვდა ბინას. გაზაფხულზე, როცა ყველაფერი იწყებდა აყვავებას, ანამ პირველად ისაუბრა გარეთ ხმამაღლა იმაზე, რაც შიგნით ატარებდა. უთხრა დედას ერთი საღამოს სამზარეულოში, მხოლოდ ორივენი მარტონი როცა იყვნენ. უთხრა, რომ ელოდა. დედამ კითხვა, რას ელოდა. ანამ თქვა, არ ვიცი, მაგრამ თუ გავჩერდები, შეიძლება რაღაც დაკარგული იყოს, როცა საჭირო იქნება. დედამ არაფერი თქვა, მხოლოდ ჩაიხუტა ჩაი და თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა. გავიდა წლები. ანა კვლავ მუშაობდა საფოსტო განყოფილებაში. გაიცნო სხვა ადამიანები, მიიღო შეთავაზებები გაცნობისა და საქმროსა. მხოლოდ თავაზიანად უარყოფდა. მეგობრები წუწუნობდნენ. დედა აღარ ცდილობდა დარწმუნებას. მამა კი ერთხელ რომელიმე საღამოს უთხრა, რომ იყოს ის, ვინც უნდა იყოს და არ მოусმინოს სხვებს. ეს საკმარისი იყო ანასთვის. 1995 წლის ზაფხულმა მოიტანა ომი. არა უშუალოდ მათ სოფელში, მაგრამ საკმარისად ახლოს, რომ გრძნობოდა.
ხალხი ლაპარაკობდა ქალაქებზე, რომლებიც ცვლიდნენ სახელებს და საზღვრებს. ლაპარაკობდნენ მეზობლებზე, რომლებიც უეცრად მტრები გახდნენ. ლაპარაკობდნენ შიშსა და სიძულვილზე, რომლებიც თითქოს ჰაერში ჰორებოდა. ანას არ აინტერესებდა პოლიტიკა, მაგრამ ფიქრობდა მარკოზე ყოველ დღე. სად იყო? რა მოხდა? იყო ცოცხალი. 1996 წლის ზამთარში მოხდა პირველი რამ, რამაც შეცვალა რაღაც. ანა დადიოდა სპლიტში გადავლილი შეყიდვებზე, როცა გზაზე დაინახა ადამიანი, რომელმაც მოაგონა მარკო. აღმართი, იგივე ფორმა, იგივე გზა სიარულისა. გული გაუჩერდა. გაეკიდა. რაც უფრო ახლოს მიუახლოვდა, მით უფრო დარწმუნებული იყო. დარჩა 10 მეტრი. 5. შემდეგ ადამიანი მობრუნდა და ანამ დაინახა სხვა სახე. უფრო ახალგაზრდა, სხვა თვალები. არ იყო მარკო. ანამ გაიქცა უკან, ჩავარდა ერთგვერდულ ქუჩაში, დაადგა კედელთან და ტიროდა იმდენად ძლიერად, რომ სუნთქვა გაუჭირდა. დაბრუნდა სახლში და აღარ განაგრძო საძებნი ქუჩებში. მიხვდა, რომ ამ გზით შეშლებოდა. ფიქრიდან განდევნა ყველა ფანტაზია შემთხვევით შეხვედრაზე. უბრალოდ განაგრძო ცხოვრება. 1997 წელს დედა ავად გახდა. არაფერი სერიოზული, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ანას მთლიანი ენერგია მოევლინა მას. მამა უფრო ჩუმი გახდა, თითქოს სიტყვები აღარ გამოადგებოდა. სახლში დარჩა განცდა, რომ რაღაცნაირად თავს იხვევდა, რაღაც რაც არასოდეს ელაპარაკებოდა, მაგრამ ყველა მიცოდა. 1999 წლის შემოდგომაზე ანას 24 წელი შეუსრულდა. იგივე ასაკი, რაც მარკოს ჰქონდა, როცა გაუჩინარდა. ეს მას უცნაურად ამახსოვრდა. დაჯდა თავის ოთახში იმ საღამოს და ფიქრობდა, თუ როგორ დრო იყო გასული და როგორ არაფერი არ შეცვლილა. მაშინ 2000 წლის მარტში მოხდა ის, რაც ყველაფერი შეცვალა. ანა ჯდა სახლში საღამოს. დედა უკვე ადრე დაიძინა. მამა კითხულობდა გაზეთს. ტელევიზორი ირთვებოდა ფონზე, სიახლეები, რომლებსაც ანა არ აკვირდებოდა. მერე გადავიდა პროგრამა. დოკუმენტური რეპორტაჟი უცხოელი ჟურნალისტებისგან. მათ აჩვენეს პატარა ქალაქი ჩრდილო ბოსნიაში, სადაც ხალხი ცდილობდა აშენებას ყველაფრისა, რაც დაკარგეს ომში. ფილმში აჩვენეს რამდენიმე ადამიანი. მათ შორის იყო ადგილობრივი ელექტრიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობდა პატარა მაღაზიას. კამერა მიუახლოვდა მას, როცა ის აწყობდა რაღაც მოწყობილობას. ანამ დაინახა სახე და ყველაფერი გაიყინა. ადამიანი ეკრანზე იყო მარკო. არა ადამიანი, რომელიც ჰგავდა მარკოს. არა ვინმე, ვინც შეეძლო იყოს მარკო. იყო მარკო. იგივე სახის ფორმა. იგივე ცხვირი, იგივე ბაგეები, იგივე ტუჩების მოხაზულობა. იგივე ხელების მოძრაობა. ანამ ვერა მოიძახა. უბრალოდ იჯდა, მკვდარივით გაქوافებული. ეკრანზე კაცი იცინოდა რაღაცაზე, რომელიც ჟურნალისტმა თქვა. ხმა იყო მარკოს. იგივე ტონი, იგივე რიტმი. ანამ უბიძგა მამას და ჩურჩული გამოსცა, ეს მარკოა. მამა შეხედა ეკრანს, შემდეგ შეხედა ქალიშვილს. თქვა, ანა, რა გინდა? ანამ კვლავ, მარკოა ხომ ხედავ? მამამ კვლავ შეხედა. თქვა, ადამიანი ბოსნიიდანა. სხვა ქალაქიდან. სხვა სახელია. ანამ თქვა, არა, მარკოა. ეკრანზე ტიტრები გამოჩნდა. ადამიანის სახელი იყო მირკო პეტროვიჩი. ცხოვრობდა პატარა ქალაქში სახელწოდებით დრვარი. თქვა, რომ აქ ჩამოვიდა ომის შემდეგ დახმარებისთვის აღდგენაში. თქვა, რომ ადრე ცხოვრობდა სხვა ადგილას, მაგრამ დაკარგა ყველაფერი და მოუხდა ახლიდან დაწყება. ანამ ჩაიწერა ყველაფერი, რაც გაიგო. ჩაიწერა სახელი, ქალაქი, მაღაზიის სახელწოდება, რომელიც ეკრანზე ელვარებოდა ერთხელ ფონზე. ღამით, როცა ყველა დაიძინა, გადახედა ჩანაწერებს და ცდილობდა გაერკვია, რა უნდა გაეკეთებინა. მამა რაც უნდა ეტყოდა, რომ ეს უბრალოდ ჰგავდა, რომ 10 წელიწად იცვლიდა ადამიანებს, რომ არ უნდა ენდო, ანას რაც ეგონა. ანა არ უსმენდა. იცოდა, რაც ნახა. შემდეგი 2 თვის განმავლობაში ანამ ცდილობდა დაეკავშირებინა ვინმე ბოსნიაში, მაგრამ ეს მარტივად არ იყო. ომის შემდეგი დრო იყო, საკომუნიკაციო ხაზები მსხრეული, ტელეფონის ნომრები მიუწვდომელნი. ბოლოს იპოვა ნომერი ადგილობრივი მერიის ადროარში. დარეკა. უთხრა, რომ ეძებდა ადამიანს სახელად მირკო პეტროვიჩს, რომელსაც ელექტრიკოსის მაღაზია ჰქონდა.
ქალმა პასუხობდა, რომ ასეთი ადამიანი ცხოვრობდა ქალაქში, მაგრამ მისი პირადი დეტალები ვერ გასცემდა. ანამ სთხოვა მხოლოდ ერთი რამ, გადასცეს შეტყობინება, რომ ანა მარკოვიჩი კასტელსტარიდან ეძებს მას და სთხოვს დაკავშირებას. არაფერი მოხდა 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ დარეკა ხმა. მამაკაცმა უცხოდ ჟღერდა. კითხვა ვინ ეძებდა მას. ანამ თქვა თავისი სახელი, თქვა საიდან იყო, თქვა რომ ეძებდა მარკო ივიჩს, რომელიც გაქრა 1990 წელს. ხმა გაჩერდა. შემდეგ თქვა, არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ. ანამ თქვა, გნახეთ ტელევიზორში. ვიცი რომ თქვენ ხართ. კაცმა თქვა, თქვენ შეცდომაში ხართ და დაასრულა. ანა არ დაუნდო. მოიძია გზა სარეკომენდაციო წერილისა ადგილობრივი მღვდლის საშუალებით, რომელსაც ჰქონდა კონტაქტები რელიგიურ საზოგადოებებთან ბოსნიაში. 1 თვის შემდეგ მიიღო პასუხი. მღვდელმა უთხრა, რომ ნამდვილად არსებობდა ადამიანი სახელად მირკო პეტროვიჩი დროაში, მაგრამ რომ ის თხოვდა არავითარი კონტაქტი შეტყობინებით. ამბობდა, რომ არ იცნობდა ადამიანს სახელად მარკო ივიჩს და არ სურდა შეფერხება. ანას ეს არ კმაოდა. გადაწყვიტა წასვლა ადგილზე. დედამ და მამაც სტილეს შეაჩერებინა. ეს გადასახედი მოგზაურობა იყო ახალი საზღვრებით, რომლებიც გაურკვევლნი იყვნენ. ეს იყო ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ იყენებდა ომის ნაშთებს. მაგრამ ანა აღარ უსმენდა გონივრულ არგუმენტებს. დახარჯა დაზოგილი ფული, მიიღო ვიზები, იპოვა გზა იმისა, თუ როგორ ჩასულიყო. ივნისში 2000 წლის მესამე კვირას ანა ჩავიდა დროარში. მოგზაურობა გრძელი იყო, დამღლელი. ბოსნია ჯერ კიდევ აშენებდა სახლებს. გზებზე შეინიშნებოდა დაზიანებული შენობები, მიტოვებული სოფლები. ქალაქი დროარი იყო პატარა, მთების გარემოცულებული. აქ ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა, მოწყენილად, თითქოს დრო გაჩერებულიყო. ანამ იპოვა ელექტრიკოსის მაღაზია. დაელოდა გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე არ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ეძებდა. როცა მარკო ან მირკო გამოვიდა, ანამ თითქმის ვერ ამოიძახა. მთელი ეს 10 წელი ყველა ეჭვი, ყველა ლოდინი ჩამოუვარდა წინააღმდეგ ერთი მომენტით. იყო მარკო. უფრო მოხუცი, დაღლილი სახით, თმებით ეთრდებოდა. მაგრამ იყო მარკო. ანამ გადაულო ქუჩას და მივიდა. თქვა მისი სახელი, მარკო. კაცმა გაჩერდა. შეხედა. თვალებში რაღაცას ცნო, მაგრამ შემდეგ სახე მაშინვე დაიხურა. თქვა, შეცდომაში ხართ. ანამ თქვა, მე ვარ ანა. კაცმა თქვა, არ გიცნობთ. ანამ თქვა, 1990 წელს. კასტელსტარი. ჩვენი ნიშნობა. რატომ გაქრი? კაცმა თქვა, არ ვარ ვინც ფიქრობ და შევიდა უკან მაღაზიაში, კარი დახურა. ანამ დარჩა ქუჩაზე, უბრალოდ იდგა. ვერ ისუნთქავდა. ეს იყო მარკო. მაგრამ ამ მარკომ არ იცნო. ანა არ სურდა ცნობა. ანა გადავიდა მოპირდაპირე მხარეს და დაჯდა პატარა კაფეში. უბრალოდ იჯდა, უცქერდა მაღაზიის შესასვლელს. საღამოს როცა მაღაზია დაიხურა, კაცი გამოვიდა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ანამ კითხვა კაფეს მეპატრონეს, იცნობთ ამ ადამიანს? ქალმა თქვა, დიახ, მირკო, ელექტრიკოსი. ანამ კითხვა, რამდენი ხანია აქ ცხოვრობს? ქალმა თქვა, 8 ან 9 წელია ალბათ. მოვიდა ომის შემდეგ. მარტო ცხოვრობს. ჩუმი ადამიანია. ანა დაბრუნდა სასტუმროში. ღამით არდებდა. ფიქრობდა. რატომ არ სურდა მარკოს ლაპარაკი? რატომ მოიქცა უცხოს? რა მოხდა მას ამ 10 წლის განმავლობაში? მეორე დღეს დაბრუნდა მაღაზიასთან. დაელოდა. როცა მარკო გამოვიდა, მიუახლოვდა კვლავ. უთხრა, გეხვეწები, მხოლოდ მითხარი რატომ? მხოლოდ ეს. მერე წავალ. კაცმა შეხედა. ამჯერად თვალებში ტკივილი იყო. თქვა, რატომ მოხვედით აქ? ანამ თქვა, რადგან მე ველოდი. 10 წელი. რადგან არასოდეს დავივიწყე. კაცმა თქვა, უნდა დაგეივიწყა. ანამ თქვა, რატომ გაქარწყლდი? რა მოხდა? კაცმა დიდხანს გაჩუმდა. შემდეგ თქვა, მოდით ერთი ადგილას. ნურც აქ ვილაპარაკებთ. წავიდნენ პატარა პარკში ქალაქის გარეთ. დაჯდნენ სკამზე. მარკო იწყებდა ლაპარაკს რამდენიმეჯერ, მერე ჩერდებოდა.
ბოლოს თქვა, მე არ გავქარწყლდი. არ გავიქეცი. მე უბრალოდ აღარ შემეძლო დაბრუნება. ანამ კითხვა, რატომ? მარკომ თქვა, იმიტომ რომ მე აღარ ვიყავი ის ადამიანი, ვინც ვიყავი. შემდეგ მოხდა ისტორია, რომელსაც ანა არასოდეს დაივიწყებდა. მარკომ უთხრა, რომ იმ დღეს 1990 წლის ნოემბრის მე-5-ს, როცა ზაგრებში მივიდა, ჩავიდა დედის სახლთან. გაიგო, რომ დედა აღარ იყო იქ. მეზობლებმა უთხრეს, რომ დედა გაიყვანეს საავადმყოფოში 2 დღით ადრე. მარკო ისწრაფა საავადმყოფოში. იქ დაასწრო, რომ დედამ სიცოცხლის ბოლო საათები ატარა. დედა არ იყო მარტო. მასთან იყო კაცი, რომელიც წარადგინა თავი როგორც მისი დედის ძმა. მარკო არასოდეს არ იცოდა, რომ დედას ძმა ჰყოლია. დედა არასოდეს არ უსაუბრია. დედა მომაკვდავს იცვა, მაგრამ კიდევ ესაუბრებოდა. როცა დაინახა შვილი, გააკეთა რაც არასოდეს გაუკეთებია, მოჰყვა იმის თქმა, რაც მთელი ცხოვრება მალავდა. უთხრა, რომ ის არასოდეს არ ყოფილა ქვრივი. უთხრა, რომ მარკოს მამა, ვინც ითვლებოდა გარდაცვლილად ბავშვობიდან, არ გარდაიცვალა. თქვა, რომ მან მიატოვა ოჯახი, როცა მარკო 2 წლის იყო, რომ ახალ ოჯახს ააშენა სხვაგან, რომ დედამ მალავდა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სირცხული იყო, რომ ვერ გაუმკლავდა ჭეშმარიტებას. უთხრა, რომ მამა ცხოვრობდა ბელგრადში, რომ კონტაქტი არასოდეს ჰქონია, რომ არ აინტერესებდა შვილიც. შემდეგ დედამ უთხრა უარესი. თქვა, რომ მარკო არ იყო ის, ვინც ითვლებოდა. რომ მარკოს ნამდვილი სახელი არ იყო მარკო. რომ ის დაიბადა სხვა სახელით, რომელიც დედამ შეცვალა, როცა გადავიდნენ სპლიტში, რათა გაექცნენ წარსულს. თქვა, რომ დოკუმენტები ყალბი იყო. უთხრა, რომ ამას აკეთებდა დაცვისთვის, მაგრამ რომ შვილმა უნდა იცოდეს ჭეშმარიტება, სანამ გვიანი იქნებოდა. მარკომ ვერ მიიღო. ვერჯეროვნად გაიგო. დედა გარდაიცვალა იმ საღამოს. მარკო დარჩა სრულიად უცხო ადამიანებთან, დედის ძმა, რომელსაც არასოდეს არ იცნობდა, და ექიმები, რომლებიც ცდილობდნენ მას დაწყნარებას. მარკომ სთხოვა ყველა დოკუმენტი, ყველა დეტალი. ძმამ მიეცა ერთი კონვერტი, რომელიც დედამ მას დაუტოვა. იქ იყო ყველაფერი, ნამდვილი დაბადების მოწმობა, ძველი ფოტოები, წერილები. მარკომ დახარჯა შემდეგი 3 დღე იმის გაგებაში, თუ ვინ იყო. მიხვდა, რომ მთელი მისი ცხოვრება იყო აგებული ტყუილზე. დედა, რომელსაც უყვარდა, მაგრამ რომელმაც ასე ღრმად დამალა ჭეშმარიტება. მამა, რომელიც არასოდეს არ იცოდა არსებობას. იდენტობა, რომელიც მიეკუთვნებოდა სხვა ადამიანს. ამ გაცნობის შოკმა დაარღვია. ანას უთხრა, მე ვერ დაუბრუნდი. ვერ შევხვდი შენს თვალებში იმ ადამიანის იმედით, რომელიც აღარ არსებობდა. ვერ ვუთხარი, რომ ყველაფერი, რაც ვიცოდეთ ერთმანეთზე, იყო აგებული ტყუილზე. ვერც საკუთარ თავს დავანახე სარკეში. უბრალოდ წავედი. ჩავედი ბოსნიაში, სადაც ომი იწყებოდა და ადამიანები ქრებოდნენ ყოველ დღე. იქ გავხდი, ვინც არ ვიყავი, მივიღე სხვა სახელი, თქვი სხვა ისტორია, დავიწყე სხვა ცხოვრება. რადგან ვერ გაუმკლავდი იმას, თუ ვინ ნამდვილად ვიყავი. ანა მხოლოდ ისმენდა. ბოლოს კითხვა, მაშინ რატომ არ მითხარი? რატომ არ მიმართე? მარკომ თქვა, იმიტომ რომ მე უკვე არ ვიყავი შენი მარკო. და შენ იმსახურებდი უკეთეს ვიდრე მე. ანამ თქვა, მე არ მინდოდა უკეთესი. მინდოდა შენ. მარკომ თავი დახარა. თქვა, მაპატიე. ანამ თქვა, 10 წელია შენ მიპატიები. ახლა უბრალოდ ვიცი. მაგრამ არ ვიცი რას ვაკეთებ ამ ინფორმაციით. გაჩუმდნენ გრძელად. ბოლოს მარკომ კითხვა, რას აკეთებ ახლა? ანამ უთხრა, კვლავ მუშაობ საფოსტოში. ვცხოვრობ იმ სახლში. მშობლები მოხუცდნენ. ყველაფერი იგივეა. გარდა იმისა, რომ შენ აღარ ხარ. მარკომ კითხვა, გქონია ვინმე სხვა? ანამ უთხრა, არა. არასოდეს. მარკომ თქვა, რატომ? ანამ თქვა, რადგან არ შევძელი. უბრალოდ არ შევძელი. მარკომ კითხვა, თუ რას აპირებდა ახლა? ანამ თქვა, წავალ სახლში. რას გააკეთებდი შენ? მარკომ თქვა, დავრჩები აქ. ეს ახლა ჩემი ცხოვრებაა. ანამ კითხვა, ოდესმე დაბრუნდები? მარკომ თქვა, არა. დაშორდნენ იმ საღამოს. ანა დაბრუნდა სასტუმროში, მარკო, ან მირკო დაბრუნდა თავის ცხოვრებაში. ანა მიცოდა, რომ ეს იყო ბოლო შეხვედრა. იცოდა, რომ მარკო არასოდეს არ დაბრუნდებოდა. მაგრამ ახლა იცოდა რატომ.
და ეს ცოდნა, რაც უნდა დამძიმებული იყოს, ახსნიდა ყველაფერს. დაბრუნდა კასტელსტარში. მშობლებმა არაფერი კითხეს. დედამ მხოლოდ ჩაიხუტა, როცა ანამ უთხრა, ვიპოვე. გაირკვა ყველაფერი. დედამ არ კითხვა შემდეგ რა მოხდა. მამამ თქვა მხოლოდ კარგია რომ იცი. ახლა შეგიძლია წახვიდე შემდეგ. მაგრამ ანა არ წავიდა შემდეგ. განაგრძო ცხოვრება იმავე გზით. მუშაობდა, ზრუნავდა მშობლებზე, ცხოვრობდა ჩუმი რუტინით. მაგრამ რაღაც შეიცვალა. ის უკვე არ ელოდა. ის იცოდა. და ეს ცოდნა, რაც უნდა მძიმე და მტკივნეული ყოფილიყო, გაათავისუფლა რაღაცისგან, რაც მთელი ეს წლები მის შიგნით იჯდა. 2004 წელს დედა გარდაიცვალა. 2007 წელს მამა. ანა დარჩა მარტო იმ სახლში. კვლავ მუშაობდა საფოსტოში. ახლა უფროსი იყო. ადამიანები მოდიოდნენ, დადიოდნენ, აპირებდნენ საქმეებს. ანა ემსახურებოდა ყველას თანაბრად, ზრდილობიანად, ჩუმად. ზოგჯერ საღამოებით იჯდა ვერანდაზე და უცქერდა ზღვას. ფიქრობდა მარკოზე, თუ რას აკეთებდა ახლა. იყო კიდევ დროარში. იცვლიდა მაინც თავის ცხოვრებას? რატომ არ დაუკავშირებია? მაგრამ იცოდა პასუხები. მარკო, ან ვინც გახდა, გაფანტა იმ ვერსიაში, რომელიც თავისთვის ააშენა. და მას არ შეეძლო უკან დაბრუნება. 2010 წელს 20 წლის შემდეგ იმ დღიდან, როცა ყველაფერი შეიცვალა, ანას 60 წელი შეუსრულდა. იჯდა იმავე ვერანდაზე, იმავე სკამზე, უცქერდა იმავე ზღვას. ფიქრობდა, რომ ორი შესაძლებელი ვერსია იყო ამ ისტორიაში, ერთი, სადაც მარკო დაბრუნდებოდა და ცხოვრება განაგრძობდა, და მეორე, რომელიც მართლაც მოხდა. ვერ იტყოდა, რომელი იყო უკეთესი. იცოდა მხოლოდ, რომ ორივე შემთხვევაში დაკარგა ის, რასაც უყვარდა. ამ ყველაფრის შემდეგაც არ გაჩნდა შურისძიება, არც რისხვა. მხოლოდ ღრმა, წყნარი სევდა იმისთვის, რასაც შეეძლო ყოფილიყო, მაგრამ არასოდეს იქნებოდა. სევდა იმ ორი ადამიანისთვის, რომლებმაც იპოვეს ერთმანეთი, მაგრამ ვერ შეძლეს ერთად დარჩენა, იმიტომ რომ წარსული აღმოჩნდა ძალიან მძიმე. ანა კვლავ ცხოვრობს იმავე სახლში. კვლავ მუშაობს საფოსტოში. ადამიანები ქალაქიდან იცნობენ მას როგორც ჩუმ, კეთილ ქალბატონს, რომელიც არასოდეს ქორწინებულა და რომელიც ყოველთვის ზრდილობიანია. ვერავინ იცის ისტორია იმისა, რასაც ატარებს. ვერავინ იცის, რომ ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინ, ის ელოდა ადამიანს, რომელსაც არასოდეს დაუბრუნებია. რომ იპოვა იგი 10 წლის შემდეგ სხვა ქვეყანაში, სხვა სახელით, სხვა ცხოვრებით. რომ მოისმინა ახსნა, რომელიც ყველაფერს ხსნიდა და არაფერს. რომ დაშორდა მას კვლავ, ამჯერად საბოლოოდ. ზოგჯერ იშვიათად, როცა ღამეები ძალიან წყნარია, ანა იჯდება ვერანდაზე და იმეორებს თავის თავში იმ ერთადერთ დიალოგს, რომელიც ჰქონდა მარკოსთან იმ პარკში ბოსნიაში. თითოეული სიტყვა, თითოეული დაყოვნება, თითოეული დუმილი. იმეორებს და ცდილობს გაიგოს, იყო რამე, რაც შეეძლო სხვაგვარად ეთქვა? იყო რამე, რაც შეეძლო შეეცვალა? პასუხი ყოველთვის ერთია, არა. ზოგი ისტორია არ სრულდება ბედნიერად. ზოგი ისტორია არ სრულდება საერთოდ. ზოგი ისტორია უბრალოდ ჩერდება ერთ წერტილში და რჩება იქ, გაკინულ მდგომარეობაში, სადაც პასუხები არსებობს, მაგრამ ცხოვრება არ მრუნდება უკან. სადაც ჭეშმარიტება აღმოჩენილია, მაგრამ მისგან არაფერი იცვლება. ანა მარკოვიჩი ატარებს ამ ისტორიას ჩუმად, როგორც ატარებდა ყველა იმ წელს ლოდინისას. არ ლაპარაკობს ამაზე. არ უჩივის. არ ეძებს თანაგრძნობას. უბრალოდ ცხოვრობს დღიდან დღეში, წუთიდან წუთში სრული ცოდნით იმისა, რომ სიყვარული, რომელიც ჰქონდა, არ გაქრა იმიტომ, რომ არ იყო ნამდვილი. გაქრა იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარდა, თავად აღარ იცოდა ვინ იყო. და ეს არის ყველაზე მძიმე სიმართლე, არა ის, რომ მარკო არ დაბრუნდა, არამედ ის, რომ როცა იპოვა, აღმოჩნდა, რომ დაბრუნება არასოდეს იყო შესაძლებელი. რადგან ადამიანი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო, აღარ არსებობდა. და ადამიანი, რომელიც იქ იდგა მის წინაშე იყო სხვა ვინმე, ადამიანი, რომელიც ააშენა საკუთარი თავი ნანგრევებიდან, მაგრამ ვერასოდეს იპოვა გზა უკან. ზოგჯერ ანა ფიქრობს, თუ სად არის მარკო ახლა. არის კიდევ ცოცხალი? აგრძელებს თავის ცხოვრებას დროარში? გამოჩნდა სხვაგან? გაუჩნდა ოჯახი, შვილები? ან დარჩა მარტო ისევე, როგორც ისიც? ეს კითხვები აღარ აწუხებს მას ისე, როგორც ადრე. ახლა ისინი უბრალოდ არსებობს, როგორც მუდმივი ფონური ხმა, რომელსაც შეეჩვია.
რაც იცის ნამდვილად არის ის, რომ ზოგიერთი დაკარგვა არ არის ერთი მომენტის საქმე. ზოგიერთი დაკარგვა გრძელდება წლების განმავლობაში, ნელა, უხმაურობით, ისე რომ ვერც კი ამჩნევ როდის დასრულდა. და ზოგჯერ როცა ბოლოს ხვდები, აღმოჩნდება, რომ დაკარგული ადამიანი არ იყო ის ერთადერთი, ვინც დაიკარგა. შენც დაკარგე რაღაც, ნაწილი საკუთარი თავისა, რომელიც ჩაფლული იყო იმ უპასუხო კითხვებში. ანა ახლა 90 წლისაა. თმები თეთრი სახე დაბერებული, მაგრამ 7. მუშაობს საფოსტოში ბოლო წლებს პენსიამდე. ადამიანები მოდიან და მიდიან. ცხოვრება გრძელდება იმავე რიტმით, რომელსაც შეეჩვია. მაგრამ თითოეულ საღამოს, როცა კარს კეტავს და მიემართება სახლისკენ, გადის იმ ქუჩით, სადაც მარკოს ბინა იდგა. ახალი ადამიანები ცხოვრობენ იქ ახლა. ფანჯრები სხვაგვარად ანათებს. მაგრამ ანა კვლავ აჩერებს თვალს, მხოლოდ ერთი მომენტით და მერე მიდის. რადგან მეხსიერება არის ერთადერთი, რაც დარჩა მთელი ამ ისტორიისგან, მეხსიერება იმ გაზაფხულისა, როცა ორმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი და იფიქრა, რომ ეს იქნებოდა საკმარისი. მეხსიერება იმ საშობაო საღამოსი, როცა მარკომ შესთავაზა შარფი და ანამ გაიღიმა. მეხსიერება იმ დღისა, როცა დანიშნეს ნიშნობა და ყველაფერი ჩანდა შესაძლებლად. და მეხსიერება იმ დღისა, როცა ყველაფერი გაქრა უხმაურობით, ახსნის გარეშე, დატოვა მხოლოდ დუმილი და ლოდინი. ეს ისტორია არის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანი გაქრეს არა იმიტომ, რომ ის გარდაიცვალა, არამედ იმიტომ, რომ თავად გადაწყვიტა აღარ არსებობა. როგორ შეიძლება სიყვარული დარჩეს, მაშინაც კი, როცა ადამიანი, რომელსაც უყვარდი, აღარ არის ის, ვინც იყო. როგორ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს ნაპოვნი, მაგრამ არ მოიტანოს შვება. და ეს ისტორია არის იმის შესახებ, თუ როგორ ზოგიერთი უპასუხო კითხვა რჩება უპასუხოდ არა იმიტომ, რომ პასუხები არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ პასუხები უბრალოდ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შეცვალოს ის, რაც მოხდა. ანა მარკოვიჩი კვლავ ცხოვრობს კასტელსტარიში. კვლავ ზის იმავე ვერანდაზე. კვლავ უსმენს ზღვის ხმას. და კვლავ იხსენებს ადამიანს, რომელმაც დატოვა მისი ცხოვრება 40 წლის წინ, ბრუნდებოდა 10 წლის შემდეგ მხოლოდ იმისთვის, რომ უთხრა რატომ ვერასოდეს დაბრუნდებოდა. და თუ კიდევ ოდესმე ვიღაც გკითხავს მას, რატომ არასოდეს დაქორწინებულ ხარ. ანა პასუხობს მარტივად, უბრალოდ ასე გამოვიდა. და ეს არის სიმართლე. რადგან ზოგიერთი ისტორია არ საჭიროებს დეტალებს. საკმარისია იცოდე, რომ ის მოხდა და რომ მან შეცვალა ყველაფერი უხმაურობით, შეუმჩნევლად, სამუდამოდ.